რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. იცოდით, რომ ევროპული სიმბოლიკა ღრმად ქრისტიანულია. ვაშე გადაცემა და თენგის გოგოტიშვილი ისევ მოგესალმებით. ძალიან მოკლედ, რატომ არის დღევანდელი ევროპული სიმბოლიკა ღრმად ქრისტიანული? ჯერ მოდი იუბილე მივულოცოთ. ამ კვირაში 40 წელი გავიდა, რაც ბრიუსელში ევროკავშირის შენობის წინ აღიმართა აი ეს დროშა. და რაც დაუკრეს ბეთჰოვენის სიხარულის ოდა, თავისთავად მისალოცით არ ეყია. თუმცა ევროპის დროშა გაცილებით ძველია. ევროპის ჰიმნი, მით უმეტეს. ლურჯ ფონზე 12 ოქროსფერი ვარსკვლავი წრე პირველად 1955 წელს შეიქმნა. მისი ავტორია ბატონი ჰეიცი, ვინც ევროსაბჭოში მუშაობდა და ეს სიმბოლო თავის ორგანიზაციაში შესთავაზა. მთავარი რაზეც ყველას აფრთხილებენ, 12 ვარსკვლავი არ ნიშნავს ან ერთი ორგანიზაციის, ან მეორის წევრთა რაოდენობას. უბრალოდ ლამაზია. 12 თვე, 12 საათი, 12 მოციქული, 12 ზოდიაკო და ასე შემდეგ. მოგვიანებით კი აღიარა ავტორმა ვარსკვლავების წრე ღვთისმშობლის ხატის გვირგვინიდან ავიღეო. ასე რომ, ნადეჟდასა და ანავალ-განავალის მრევლო ევროპის მთავარ სიმბოლოში ქრისტიანობის ნიშანია კოდირებული. დიახ. იმ დროშაში თქვენ პირუტყვები რომ ხევენ, ფეხით რომ თელავენ და წვავენ. თან მართლმადიდებლობის სახელით მაინც და მაინც. დიახ, მასში ქრისტიანობის სიმბოლოა. ეს დროშა სიმბოლოა. და ქრისტიანული სიმბოლოებითაა სავსე ევროპის ჰიმნიც. ისიც ჯერ ევროსაბჭოს ჰიმნი გახდა 1972 წელს, შემდეგ გაიზიარა ევროკავშირმაც. მართალია, როგორც წესი, მელოდია სიტყვები არ ახლავს ხოლმე, მაგრამ ბეთჰოვენმა მე-9 სიმფონია დაწერა შილერის სიხარულის ოდაზე, რომელიც გვიყვება ზეციურ მამაზე, ვინც ვარსკვლავებს მიღმას უფევს, გვიყვება სამყაროს შემქმნელზე და რაღაც საკაცობრიო სიხარულზე. და აქ ისევ უნდა ვკითხო ნადეჟდა ანავალ-განავალის მაყურებელ მკითხველს. გაიგეთ? იმდენი არაა ჩემტერი, რომ რამე განსხვავებული გაიგოთ. ამისთვის ცოტა უნდა გასცდეთ სიამაყეს პირველი ევროპელობის გამო და ზეზვასა და მზიას შემდეგ ერთი ცივილიზაციური ნაბიჯი მაინც გადადგა წინ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 11400 ადამიანი იღუპება. არ ვიცი, რიცხვებს როგორ აღიქვამთ, ხანდახან მეც მემართება ხოლმე სტატისტიკას ემოციურად ვერ განვიხილავ, მაგრამ აი ასე თუ ვიტყვი, ყოველწლიურად სიგარეტის წევით საქართველოში კვდება მთელი წყალტუბო, მთელი დუშეთი, მთელი წყნორი, მთელი აბაშა, მთელი ბოუნისი. ასე იგრძნობ ცხოვრებას. როცა გაიგებთ, რომ ერთი ქალაქის მოსახლეობის ოდენობა, აი ქალიან, კაციან, ბავშვიან, მოხუციანად სრულად წყდება ერთი წლის განმავლობაში. ასე უკეთ იგრძნობთ რა უბედურება გვჭირს. მე არ ვიცი როგორ თვლიან ამ 11400 ადამიანს. ალბათ მარტო ფილტვის დაავადება არაა ამდენი. ჩემი სამედიცინო განათლება წნევის და სიცხის გაზომვით შემოიფარგლება და სულ ეგარი. ამიტომ პროფესიონალთა დასკვნაში ეჭვს ვერ შევიდან. რა კი ამბობენ, რომ საქართველოს ყოველ წელს კარგავს თითო დუშეთს, თითო ბოუნის ან აბაშას, დარწმუნებულია რომ იციან. ნეტად ცდებოდნენ, მაგრამ სავარაუდოდ არა. კიდევ ერთი მონაცემი, რომელსაც უნდა ვენდოთ. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დანაკარგი, ანუ ჯანდაცვის ხარჯი და ეკონომიკის ზარალი ნაადრევი სიკვდილიანობის გამო საქართველოს ეკონომიკას წლიურად 1,6 მილიარდ ლარზე მეტი უჯდება. იმავე ჯანმოს ცნობით, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 7 მილიონ ადამიანზე მეტს კლავს. 7. 2020 წელს ქვეყანაში ჩვენთან წეველად ითვლებოდა მოსახლეობის 31%. ოდნავ მეტი. 2024 წელს მაჩვენებელი 30-მდე ჩამოვიდა. ახლა მე რომ მკითხო, მაინც ძალიან ბევრია, მაგრამ რასთან შედარებით? შეერთებულ შტატებს თუ ვადარებთ, იქ 10%-ზე ნაკლები იყო შარშან. და ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები უფრო მეტნი იყვნენ შარშან ვიდრე თამბაქოს მწეველები. თუმცა იგივე ექიმები ამბობენ, რომ ელექტრონული სიგარეტის კანცეროგენი და უბედურებაა დიდი. ახლა მოდი ვნახოთ ევროკავშირის სტატისტიკა. ამ ცხრილში საშუალო მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, შუაშია 24%. სიგარეტის წევაში ჩემპიონია ბულგარეთი 37%. მერე მოდის საბერძნეთი 36%. ბოლო ადგილზე კი არის შვედეთი, ანუ პირველზე 8%. ნიდერლანდები 11%. აქვე როგორც ხედავთ, აწერია ევროკავშირის მიზანი 2040 წლისთვის 5%.
კიდევ ერთხელ ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვინც მეტყვის, რომ ეს ცხრილი არ არის კავშირში ქვეყნების საერთო სიმდიდრესთან, ბიჩოქს მივაწვევ შუბლზე. დიახ, უფრო ღარიბები ცხრილის ზემოთ არიან, ანუ მეც ეწევიან. უფრო მდიდრები კი ნაკლებს. და იქნებ იმიტომაც არის ამ მდიდრები, რომ სიგარეტში ფულს არ ყრიან. ამ დღეებში შეგეჭხირებოდა თვალში ან ვიდეო, ან სტატია, რომ ირაკლი კობახიძე სტალინისა და ნაპოლეონის ღვინის გაყიდვას აპირებს. უცნაურად ჟღერს, ცუდი ანეკდოტივით. ამბავი კი ასეთია. ღვინის ნომერ პირველ ქარხანაში ვერაზე, ქარხნობა რომ დიდი ხანია დაკარგა და რესტორნების წყებად იქცა, დღემდე ინახება სასმელების კოლექცია. ზოგი ცნობით 20,000 ბოთლი, ზოგით 40. მოკლედ, კარგა ბლომად. როგორც გვითხრეს ახლა, კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე ფრანგული ღვინოები და არა მარტო ღვინოები, რომელთა ნაწილი მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ზოგიერთი ბოთლი თავდაპირველად რუსეთის იმპერატორებს ალექსანდრე მე-3-სა და ნიკოლოზ მე-2-ს ეკუთვნოდათ. თურმე. რა ზუსტად ვიცით? ქარხანა აშენდა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე, დავით სარაჯიშვილის ფულით. მაგრამ კოლექცია კიდევ უფრო ძველია. მე რომ ბევრი არ ვილაპარაკო ამ საქმის საუკეთესო მცოდნეს, ბატონ ბონდო კალანდაძის განმარტებას გთავაზობთ ახლა. რომანოვების საუფლისწულო მამულების, წინანდლის, მუკუზნის, ნაფარეულის და ურიათუბნის მარნებში ამზადებდნენ ღვინოს. ხოლო ჩამოსხმის ხაზი არ გააჩნდათ და გადაწყვიტეს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე აეშენებინათ ღვინის ჩამომსხმელი ქარხანა. ქარხნის დაპროექტება დაევალა ცნობილ არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროს, რომელიც მანგლისელი იყო. მან განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ქონდა ღვინის ქარხნის მშენებლობის შესახებ. მოგეხსენებათ, 1900-იან წლებში არც მაცივრები იყო და არც პასტერიზატორები. საჭირო იყო ხელოვნური ვენტილაციის პირობებში შეენახათ ღვინო. ოზეროვი დააფინანსა დავით სარაჯიშვილმა და გაგზავნა საფრანგეთში. ქარხანა საზანგეთში გაიზეიმო ვითარებაში გაიხსნა 1907 წელს. საუფლისწულო მამულებში მუშაობდნენ ფრანგი მეღვინეები. ამას ემატებოდა ქარხანაში ჩამოსხმული ქართული ღვინოები, რომლის რაოდენობამ 1980 წლისათვის მიაღწია 135,000 ბოთლს. მე მგონი ჯობს არ ვიკითხოთ, როგორ ჩამოვიდა 135,000 ბოთლი 20 და 40,000-მდე. პასუხი შეიძლება არ მოგვეწონოს. და ბოლომდე ვერც გავიგოთ სიმართლე. ვიღაცა იტყვის მხედრიონმა გადარწვა, როგორც სტანდარტულად ამბობენ ხოლმე, მაგრამ ძალიან ხშირად ასე დროს საკუთარ დანაშაულს მალავენ. ნუ კარგი, დარჩა 20 ან 40,000 ბოთლი, მაგრამ რა ვიცით, რომ ეს ბოთლები ისტორიულია? რაის იმპერატორები და რის დიქტატორები საერთოდ? როდესაც სტალინს შეუსრულდა 70 წელი, მთელი მსოფლიოდან მოუვიდა საჩუქრები, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები, ღვინოები. გამოფენა განთავსებული იყო მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმში, სადაც წლების განმავლობაში არ აკლდა მნახველი. 1953 წელს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ღვინოები და მაგარი სასმელები გადაიტანეს საკავშირო კგბ-ს შენობაში. 1980-იან წლებში კგბ-მ კოლექცია ჩააბარა სამტრესტის მოსკოვის ღვინის ქარხანას, საიდანაც ჩამოიტანეს თბილისის ნომერ პირველი ღვინის ქარხნის ენოთეკაში. ახლა მთავრობა წოდებულებმა გადაწყვიტეს ეს კოლექცია ვალუტად აქციონ და ნაწილი გაყიდონ. ნაწილი რამხელა იქნება არ ამბობენ, ჯერ უნდა შევისწავლო და შევაფასოდო. მერე აუქციონზე გავყიდი და ღვინის საგანმანათლებლო საერთაშორისო ცენტრს ავაშენებდო, მსოფლიო დონისო. კი, ღვინის ცენტრი კარგია, მაგრამ როცა არნახული ეკონომიკური ზრდა გაქვს, უპრეცედენტო ფინანსური ბუმი და ეს პოლიტიკური სტაბილურობა აღარ იცი საწაიღო. ქვეყნის ისტორიის ნაწილის გაყიდვა რატომ უნდა დაგჭირდეს? ან რატომ უნდა მოგივიდეს თავში? მართლა ლიბერალო. ლიბერალებო! ღმერთისა და ხალხის მოგალატანო. ნადრევია ჯერ კიდევ თქვენი სიხარული. მე იმ კაცის დედამ Вставай! Страна огромная! ესაა ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. მოიწონეთ, გამოიწერეთ და გამომეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваши გადაცემა და